მეგობრებო, მოგესალმებით. დღეს ორშაბათი დღეა და მე ახლა თქვენთვის გავაჟღერებ ერთი კვირის არკანის ენერგიებს და მოდით ვნახოთ რა გელოდებათ ერთი კვირის მანძილზე საინტერესო, მნიშვნელოვანი. მე ახლა შევეცდები თქვენთვის, რომ ვიყო მაქსიმალურად ინფორმაციული, მაქსიმალურად კონკრეტული და მოგაწოდოთ მნიშვნელოვანი ერთი კვირის ტენდენციები. მაშა სადამე დავიწყეთ. ვარიანტი პირველი, კვირის არკანის ენერგიები და ვარიანტი 2, კვირის არკანის ენერგიები. პირველი ვარიანტი გვექნება წითელი იასპის მინერალი, მეორე ვარიანტი გვექნება მალაქიტის მინერალი. მაშა სადამე ჩემოძებ ახლა დავაკვირდეთ ორივე ვარიანტს და რომელი ვარიანტიც ყველაზე მეტად მიგიზიდავთ, ესე იგი ზუსტად იქ არის თქვენთვის საჭირო და მნიშვნელოვანი პასუხი. მე კი ვიწყებ ვარიანტი პირველით. პირველი ვარიანტი წითელი იასპი, მოდით ვნახოთ თქვენი კვირის არკანის მთავარი წამყვანი ენერგია რა იქნება, ხო? ეს არის შვიდიანების პენტაკლები. პირველ რიგში გეტყოდით, რომ უფრო მეტად მიაქციოთ ყურადღება საკუთარ ფიზიკურ სხეულს, საკუთარ ენერგეტიკულ მდგომარეობას და ეცადოთ, რომ უფრო მეტად მიიღოთ, ვიდრე გასცეთ, ხო? ენერგიას გულისხმობ, რესურსებს გულისხმობ, ხო? იმიტომ რომ ახლა ყველაზე კარგი პერიოდი გაქვთ ეს ერთი კვირა, რომ რაღაცნაირად უფრო მეტად მშვიდ და უფრო მეტად მომგროვებელი პოზიციის, ესე ვთქვათ, პოზიციიდან დაიწყოთ ურთიერთობა სამყაროსთან, იმიტომ რომ შესაძლებელია ახლო წარსულში საკმაოდ ბევრი ენერგია გაეცით, ემოცია გაეცით და ახლა ზუსტად არის ის დრო, პირველი ვარიანტი, რომ დაიწყოთ ენერგიის, ასე ვთქვათ, უფრო მეტად ყურადღებით გაცემა კონკრეტულ ადამიანებზე, სიტუაციებზე. იმიტომ რომ იგრძნობა ეს ენერგეტიკული დეფიციტი, განმეორდების შესაძლებელია ბევრი საფიქრალი, სანერვიულო და რაღაცა სირთულეები შეხვდათ გარკვეული წარსულის განმავლობაში, ხო, ახლო წარსულის განმავლობაში და ახლა თქვენ გეუბნებიან, რომ მაქსიმალურად მშვიდად შეხედეთ, მაქსიმალურად უფრო მეტად ანალიზის მდგომარეობაში იყავით, მოცდის მდგომარეობაში იყავით, სიმშვიდის მდგომარეობაში იყავით, ვიდრე ვთქვათ გადადგათ რაიმე აქტიური ნაბიჯები. ასევე გეტყვით, რომ ამ ერთი კვირის განმავლობაში არაფერს არ ვაჩქარებთ, არ ვჩქარობთ პროცესებს, არანაირად არ ვაჩქარებთ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ადამიანებს არ ვაჩქარებთ ჩვენს რეალობაში, იმიტომ რომ შეიძლება სიჩქარემ გამოიწვიოს არც თუ ისე პოზიტიური შედეგები, ხო? მაქსიმალურად უფრო მეტად ვაგროვებთ, ვიღებთ, ვიდრე მაგალითად ვჩქარობთ ან რაღაცას დიდი რაოდენობით გავცემთ, ხო? ეს ეხება აბსოლუტურად ყველაფერს, ხო? დააკვირდით ადამიანებს, როგორ იქცევიან თქვენს ირგვლივ, დააკვირდით რას გეუბნებიან, როგორ გეუბნებიან, ხო? როდესაც იგრძნობენ, თქვათ, თქვენი მხრიდან, რომ უფრო მეტად ენერგიის შენახვის რეჟიმში ხართ, ვიდრე გაცემის, ხო? რამდენად მოსწონთ, რამდენად არ მოსწონთ. სხვადასხვა თქვენ იგრძნობთ აუცილებლად, როგორც კი უფრო მეტად ჩაკეტავთ თქვენს ენერგოინფორმაციულ წყაროებს, უფრო მეტად იგრძნობთ იმ ადამიანებისგან უკმაყოფილებას და უფრო მეტად იგრძნობთ ერთგვარ პროვოკაციებს, ვისაც თქვათ შესაძლებელია ძალიან ბევრი ენერგია აჭამეთ ახლო წარსულში, ხო? ამიტომ დააკვირდეთ ამ ყველაფერს. ნახოთ კიდევ რა გელოდებათ მნიშვნელოვანი. ნახეთ, დაელოდეთ პროცესებს, ხო? ნახეთ, ჩვენ ხო გაზაფხულს ვერ მოვიყვანთ იმაზე ადრე, ვიდრე მას ბუნებაში აქვს ჩადებული კოდი, ხო, როდის უნდა მოვიდეს ინფორმაცია, ენერგია, როგორც არის ჩადებული ბუნებაში, რომ გაზაფხული ესე იგი დგება, ვთქვათ, როდესაც იწყება გაზაფხულის თვეები, ხო? შეიძლება ამინდები არ შეესაბამებოდეს მთლად გაზაფხულის მოლოდის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენ ვიცით, რომ დადგა გაზაფხული და ჩვენ არ ვაჩქარებთ პროცესებს. შეიძლება გარეთ ცივა, ცუდი ამინდია, მაგრამ ტვინმა, ცნობიერმა და სულ მაიცის, რომ გაზაფხული მოვიდა და უკვე არის ის გაზაფხულის შეგრძნებები და ენერგიები, რაც ზოგადად გაზაფხულს მოყვება, ხომ ასე? ამიტომ გარედან შეიძლება ახლა ფორიაქი იყოს, ხმაური იყოს, მაგრამ თქვენ შეინარჩუნეთ მაქსიმალური სიმშვიდე. დამიჯერებთ, იმიტომ რომ ბევრს მოიგებთ. კიდევ რა გელოდებათ მნიშვნელოვანი ამ ერთი კვირის მანძილზე? პირველი ვარიანტი,
ძალიან საინტერესო ერთი კვირა გელოდებათ. ხო, ძალიან საინტერესო ერთი კვირა გელოდებათ, იმიტომ რომ მე აქ მაჩვენებს, რომ ის რისი შიშებიც გქონდათ, რაზეც გეგონათ, რომ ვერ გადადგამდით ნაბიჯს, არ გამოვიდო და ვერ გამოვიდო და ისე როგორც ასე ვთქვათ, თქვენ გინდოდათ. ხო, არსებობს აქ ესეთი შიშები, რომ რაღაცა არ გამოგივათ, ხომ? ვერ მიიღებთ სასურველ შედეგს, ვერ მიიღებთ იმ ასე ვთქვათ, ერთი წუთით მეგობრებო, მეტად გავანათე, ესე იგი, ჩემი მაგიდა, რომ უფრო მეტად კარგად დაინახოთ. ესე იგი, ის რაც გეგონათ, რომ არ გამოვიდო და არ გამოიღებდა შედეგს, ეს იქნება ფინანსური შედეგი, ეს იქნება ნებისმიერი შედეგი, ხო? იმიტომ რომ მაინც პენტაკლებს ვეხებით და შესაბამისად მე შემიძლია ჩავთვალო, რომ უფრო მეტად აქ რაღაცა რესურსებს ეხება, ხო? არ ინერვიულოთ, იმიტომ რომ ყველაფერი ზუსტად ისე გადაწყდება ამ ერთი კვირის განმავლობაში, როგორც თქვენ გინდოდათ და უფრო მეცეს გეტყვით, შეიძლება ბევრად კიდევ უფრო მეტად უკეთესად გადაწყდეს, ვიდრე თქვენ ახლა ეს ყველაფერი გონიათ, ხომ? კარგია, მესმის რომ მოლოდინის რეჟიმში ხართ, მესმის რომ განიცდით, ნერვიულობთ, მესმის რომ რაღაცა კრიზისულ ენერგიებში ხართ, შესაძლებელია ახლა, იმიტომ რომ არ ჩანს შედეგი, მაგრამ გეუბნებით, არკანი ძალა, ვარსკვლავი და ქურუმი ქალი. თქვენ ხართ თქვენი რეალობის მაგი, თქვენ ხართ თქვენი რეალობის ჯადოქარი. თქვენ თუ სწორად დაალაგებთ სამყაროსთან ურთიერთობას, მოდი ასე ვთქვათ, და მშვიდად მიყვებით პროცესებს და არ აჯანჯღარებთ სამყაროს, აი მინდა შედეგი, ხო, რეალურად თუ დაუკვირდებით ადამიანებს უფრო მეტად სჯერათ ნეგატივის ვიდრე პოზიტივის, ხო, ანუ უფრო მეტად უშვებენ, ვთქვათ, ნეგატიურ ენერგიებს საკუთარ ცხოვრებაში, ნეგატიური შედეგების ალბათობად ვიდრე დადებითის, ხო? დაუკვირდეთ საკუთარ თავში, რატომ გემართებათ ასეთი რამ, რატომ გჯერათ, ვთქვათ, უფრო მეტად ნეგატიური ასპექტების, იქნება, რომ დიდი ხანი ყვებავდით მათ. იქნება, რომ უბრალოდ უნდა ადგეთ და ფოკუსი შეცვალოთ. იმიტომ რომ თქვენი ეს პროცესი, ხო, რაშიც ახლა თქვენი მყოფებით აუცილებლად გადაწყდება და გადაწყდება თქვენთვის წარმოუდგენლად დადებითად და ეს იქნება იმდენად დიდი და დიადი შეგრძნება, როდესაც თქვენ ხვდებით, რომ მე შევძელი. მე შემაძლებინა სამყარო. ადამიანების დახმარებით, ჩემი საკუთარი ძალებით რა მნიშვნელობა აქვს? არკანი ვარსკვლავი. თქვენ იქნებით უბედნიერესი ადამიანი, იმიტომ რომ თქვენ იქნებით აბსოლუტურ ჰარმონიაში სამყაროსთან, აბსოლუტურ ჰარმონიაში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საკუთარ თავში. თუ ჯერ კიდევ არ ეუფლებით ეზოთერიულ საფუძვლებს, თუ ჯერ კიდევ თქვენთვის ტაროს პროგნოზის ყურება არის უბრალოდ პროგნოზის ყურება და მეტი არაფერი, ხომ? აი თქვენც კი იგრძნობთ აი ამ საფუძვლებს, მაგიურ საფუძვლებს თქვენში. თქვენ თვითონაც კი იგრძნობთ, რას ნიშნავს სწორი კომუნიკაცია სამყაროსთან. იგრძნობთ ამას და ამ ერთი კვირის განმავლობაში თქვენ აუცილებლად გაჩვენებენ იმას, რომ ყველაზე შეუძლებელი და ყველაზე რთული სიტუაციებიც კი ისე შეიძლება გადაწყდეს, რომ თქვენც კი არ ელოდებოდით ამას. უბრალოდ ჩვენ ადამიანები ვბლოკავთ, ჩვენივე ხელებით ვბლოკავთ იმ შესაძლო არსებულ ძალიან დადებით შედეგებს, რომლებიც შეიძლება შემოვიდეს ჩვენს რეალობაში ჩვენივე შაბლონებით, ჩვენივე შიშებით. აი ამით ბლოკავთ და ადამიანები, რომლებიც დინებაში არიან, რითმში არიან და სინქრონულად სუნთქავენ სამყაროსთან, ყველაფერი ისე მისდით, როგორც საჭიროა. დაგემშვიდობებით. პირველი ვარიანტი და მე გისურვებთ, რომ თქვენში ეს სუნთქვა აღმოაჩინოთ. და ვარიანტი მეორე, ვინც ერჩია მალაქიტი. ერთი კვირის არკანის ენერგიები, რას გვიამბობენ? მალაქიტი, როგორი იქნება წამყვანი არკანი? ამოვიდა თასების მეფე ამოვიდა. ფიგურული არკანი, რაც ნიშნავს იმას, რომ შესაძლებელია ამ ერთი კვირის განმავლობაში თასების მეფე იყოს მთავარ როლში, შეიძლება ასე ითქვას თქვენს რეალობაში. თუმცა არ გამოურიცხავოთ თასების მეფე, აბსოლუტურად შესაძლებელია იყოთ თქვენ ადამიანი, რომელიც ახლა სავსეა რაღაც ემოციური აფეთქებით და ეს არ არის ნეგატიური, ნამდვილად შემოქმედებითი პოტენციალით, იმედით, მუზით, ხო, როდესაც ადამიანს მუზა შეიძლება თქვენ არ ხართ მწერალი, მხატვარი, მაგრამ აი რაღაცა
რო იგრძნობთ თქვენში ამ შემოქმედებით ენერგიას და როდესაც მზად ხართ რომ რაღაცა საოცარი შექმნათ და გააკეთოთ ან დაწეროთ მაშინ როდესაც არასოდეს არ დაგიწერიათ ხო აი იგრძნობთ იმას რომ სავსე ხართ პოტენციალით და სავსე ხართ ენერგიით ხო მაგრამ რა თქმა უნდა ასევე ეს ნიშნავს იმას რომ თქვენთვის მთავარ როლში ამ ერთი კვირის მანძილზე იქნება ვინმე თასების მეფე და რა უნდა ამ თასების მეფეს ერთი არკანით ვნახოთ ხუთიანების პენტაკლები არკანი ვარსკვლავი რა უნდა თასების მეფეს მოდით ვნახოთ მე გეტყოდით რომ რაღაცა რთული სიტუაცია შესაძლებელია გადაიჭრას თქვენსა და კონკრეტულ ადამიანს შორის. თუ ეს თასების მეფე არის თქვენი პარტნიორი, შვილი, ნებისმიერი ადამიანი სამსახურში უფროსი შეიძლება იყოს ხომ, არ ვიცი, მეზობელი, ნათესავი. ყოველ შემთხვევაში აქ მაჩვენებს რომ სიტუაცია თქვენსა და კონკრეტულ თასების მეფეს შორის არის დაძრული უკეთესობისაკენ. მართალია, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გატკინათ გული ადამიანმა, ძალიან გატკინათ გული ხომ ძალიან იმედი შესაძლოა გაგიცრუათ ხომ თავისი გარკვეული საქციელებით ხომ მაგრამ მე აქ მაჩვენებს რომ რაღაცა შეიცვლება უკეთესობისკენ რაღაცა შეიძლება უკეთესობისკენ ან ეს ადამიანი აბსოლუტურად შეცვლის თავის პოზიციას და დამოკიდებულებას თქვენთან მიმართებაში და გაგრძნობინებთ რომ მისთვის ძვირფასი და მნიშვნელოვანი ხართ ხო? ან მაჩვენებს რომ ვინმე თასების მეფე აუცილებლად მოვა თქვენთან თქვენს რეალობაში, ანუ ადამიანი რომელიც შეეცდება რომ ძველი ჭრილობები შეგიკრათ. გადაგატანინოთ ყურადღება, ეს არის მეგობარი, ეს არის ადამიანი, რომელიც სწორ დროს გამოჩნდება თქვენს რეალობაში. ამ ერთი კვირის განმავლობაში ჩემო ძვირფასებო დააკვირდით ადამიანს კონკრეტულ თასების მეფეს, ანუ მამაკაცს, რომელიც ძალიან სწორად გამოჩნდება თქვენს რეალობაში. თქვა თუ კი განიცდით რთულ პერიოდს კონკრეტულ პარტნიორულ, დედაშვილურ, ან ესეთ ურთიერთობებში ხო, სადაც აშკარად იკვეთება გარკვეული იმედგაცრუება. თითქოს ადამიანის გამოჩენა გაგამთლიანებთ და შეგავსებთ. ან კონკრეტული თასების მეფე, ვისთანაც გაქვთ სიტუაცია ესეთი, რომ არის დაძაბულობა, არის გულის ტკენა, მაჩვენებს რომ ეს სიტუაცია თქვენთვის საუკეთესო გზით გადაიჭრება და გადაწყდება და თქვენ თავს აბსოლუტურად გამარჯვებულად იგრძნობთ ამ მოცემულ სიტუაციაში. და კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ, თუ ეს თასების მეფე თქვენ ბრძანდებით, მე გეტყვით ერთ საინტერესო მომენტს აქ, რომ თქვენ ამ ერთი კვირის განმავლობაში აღმოაჩენთ საკუთარ თავში, მე სამივე ვარიანტს ვშლით ჩემო ძვირფასო მსმენელებო, იმიტომ რომ მიხვდეთ რომ აქ 100,000-ობით მსმენელია და შესაბამისად ყველას ვარიანტი სხვადასხვანაირად გათამაშდება, იმიტომ რომ აქ არიან მამაკაცი მსმენელიც, ქალბატონი მსმენელებიც უმეტესწილად. ხო, ამიტომ შესაძლო ვარიანტებს გიშლით და რა თქმა უნდა, ყველას ვეხებით ცოტ-ცოტაზე რომ მიხვდეთ თქვენ კონკრეტულად რომელი ვარიანტი მიგესადაგებათ, ხო? და თუ თქვენ ხართ თასების მეფე, გეტყოდით რომ ყველაფერი თქვენთვის საუკეთესოდ გადაწყდება ამ ერთი კვირის განმავლობაში და იგრძნობთ იმას, რომ თქვენ სუნთქავთ, იგრძნობთ იმას, რომ ის რაც მოხდა თქვენს რეალობაში, ხომ, მხოლოდ და მხოლოდ მადლიერებად ღირს. მხოლოდ მადლიერებად ღირს, იმიტომ რომ არ მომხდარიყო ასე, თქვენ ახლა არ გაახელდით თვალს ესე ფართოდ, ხომ? არ შეიცნობდით საკუთარ შესაძლებლობებს და პოტენციალს, ხომ? იმიტომ რომ იგრძნობა აქ, რომ ენერგიით სავსე იქნებით ენერგიით სავსე, ისეთი არკანები ამოვიდა, ხომ? რა თქმა უნდა, პროვოკაციები, რომლებიც ჩვენს ირგვლივ არის, ყოველთვის აჩვენებს ადამიანების დამოკიდებულებას ჩვენს მიმართ. გვაჩვენებენ ჩვენს სისუსტეებს, სარკეში გვახედებენ, ხო? მაგრამ თქვენ ამ ყველაფერს ძალიან დიდი მონდომები და ძალიან დიდი პოტენციალი გექნებათ იმისა, რომ ეს ყველაფერი დაძლიოთ და სწორი აქცენტები დასვათ ჩემო ძვირფასო
პირველო მეორე ვარიანტო, ხო, მე აქ ასევე მაჩვენებს, რომ იქნება გარკვეული სურვილი, სასულება, იქნება გამარჯვება და ეს გამარჯვება პირველ რიგში იქნება საკუთარ თავთან. როდესაც საკუთარი თავით იქნებით ამაყი, როდესაც საკუთარ თავს გვირგვინს დაადგამთ, ისე რომ არ მოგერიდებათ და ეტყვით, შენ ეს შეძელი, შენ ძალიან მაგარი გოგო, ძალიან მაგარი ბიჭი ხარ და ის რაც მოხდა შენს რეალობაში, მოხდა მხოლოდ იმიტომ, რომ შენ გელო შენი საუკეთესო გზით. აი ეს არის შემოძვირფასებო ის ორი ვარიანტი, რომელიც მე თქვენთვის მინდოდა რომ გამეზიარებინა, უკაცრავად რომ ვერ გაგცემთ ყურადღებას ასე ინტენსიურად, ძალიან დიდი სიყვარულით, ჩვენ სულ მალე შევხვდებით ერთმანეთს.